დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს. ტრადიციულ შეხვედრას სტუდენტებთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე უძღვებოდა. ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. მნიშვნელოვანი დღე არის, მინდა მიულოცო ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გახდა სტუდენტი. ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებ ბავშვებს მივეცით ის შესაძლებლობა, რათა გამოიყენებინათ განათლების უფლების მიღება. და ამავდროულად ყველა იმ ბარიერის და პრობლემის მიუხედავად მინდა მადლობა გადაუხადა როგორც სტუდენტებს, ასევე მშობლებს და პედ კოლექტივს, რომელიც გალის რაიონში მუშაობდა ამ შედეგისთვის. ესენი უკვე გმირები არიან. მაგათ მამაცობა ის არის, რომ არ შეეშინდათ წამოვიდნენ, ივარგეს მათმა მშობლებმა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ ამას ყველაფერს ანგარიში გაუწია და ისინი დღეს ყველა სტუდენტები არიან. ამათ უნდა ისწავლონ კარგად, ესენი უნდა დაუბრუნდნენ შემდეგ ენგურსიქით საქართველოს, აფხაზ ბავშვებთან მათ ტოლებთან ერთად უნდა ააშენონ ახალი ურთიერთობა. მათ უხართების მოირღობა ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ და ამისათვის საჭირო არის კარგი თაობა, ახალგაზრდა თაობა. ამათ უკვე ბიოგრაფია შექმნეს. ბევრმა ოქროს მედალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით აბიტურიენტები, რომლებმაც ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ. პირველ რიგში მინდა მიულოცო 210-ზე მეტ სტუდენტს, რომლებიც ჩაირიცხნენ საქართველოში მოქმედ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში. 10 დღის წინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა აბიტურიენტს, რომელიც იყო რეგისტრირებული და მათ ვერ შეძლეს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება ცნობილი მოვლენების გამო, მათ მიენიჭათ სტუდენტის სტატუსი და დღეს წლევანდელი რიცხვი სტუდენტების არის უპრეცედენტო. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების კუთხით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება და კიდევ ერთხელ აღნიშნეთ, რომ ოკუპაცია არის ის პრობლემა, რომლის გარშემოც უნდა მოხდეს ეროვნული კონსოლიდაცია. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივას მხარი დაუჭირა ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში და ეს არის მანიშნებელი, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ასევე ჩვენ მიულოცოთ მედალოსნებს, რომელთაც დაამთავრეს აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლები, წარმატებით. ემოციური შეხვედრა გამოვიდა, იმიტომ რომ ყოველთვის დიდი პატივია შეხვდე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საოცარი ზეწოლის, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პროცესში აქვთ ყოველგვარი წნეხი და შეზღუდული საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეძლეს ის, რომ მომზადებულიყვნენ უმაღლესი განათლების მისაღებად და რაც მთავარია გამოხატეს საოცარი შინაგანი მზაობა, мотивация, გვაჩვენეს სიძლიერე, რომ არ შეუშლიდნენ არანაირ ბარიერებს, არანაირ მართლხარდებს და გახდნენ სტუდენტები. მათი ემოციური დამოკიდებულება განათლებისადმი გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და იმის რწმენას, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იყვნენ, იქნებიან ლოკომოტივები ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზაზე. მათ ამის შესაძლებლობაც აქვთ, მონაცემებიც აქვთ და ხედვაც როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. შეხვედრის ბოლოს საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს და მორიგი წარმატებები უსურვეს. ყველაზე კარგი გრძნობა, როცა შენ შრომას გიფასებენ. მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის აფხაზეთის სამინისტროს და ჩემს სკოლას, ბობავეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ 3 საჯარო სკოლას. ეხლა უკვე ვარ მეორე კურსელი, ვსწავლობ აისეთში, ეს არის ინგლისურენოვანი ეკონომიკა თესეუსი. მე სოხუმიდან ვარ, ზოგადად არ ყოფილვარ
გარდა არ მინახავს ფოტოების გარდა სამწუხაროდ ჩემი კუთხე და ძალიან განვიცდი ამ ფაქტს, მაგრამ იმედი არსებობს, რა თქმა უნდა და მგონია რომ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმში. მე ვარ თემურ ბეკუჩევას სახელობის აფხაზეთის ნომერ მე-7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ვარ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. მიხარია და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველაფერი ამისთვის ჩემს სკოლას. ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა ყოველივე ეს.